ელექტროინდუსტრიაში არსებობს ორ ცვლად და მუდმივ დენზე მომუშავე სამი ძირითადი ტიპის ძრავი. ეს არის ასინქრონული, სინქრონული და კოლექტორული, ანუ ნახშირზე მომუშავე. ასინქრონული და ნახშირზე მომუშავე ძრავები ინდუსტრიაში ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო ნახშირზე მომუშავე, კონკრეტულად ეს ძრავი არის დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტად გავრცელებული ძრავები. ის ხდება თითქმის ყველა ტიპის ელექტრომოწყობილობებში, რომელიც ძრავის პრინციპით მუშაობს. არის დაბალბიუჯეტური და ადვილად რეგულირებადი ბრუნვა ძრავის. ეს განაპირობებს მის ფართოდ გავრცელებას. თუმცა მას აქვს ნაკლოვანებები. აქ აქვს მას ნახშირი, რომლის საშუალებით გადაეცემა მუხტი როტორს, ხოლო როტორი შემდგომ იწვევს ბრუნვას და ეს ნახშირი არის მალცვეთადი და სჭირდება მას პერიოდულად შეცვლა ან შემოწმება და ასევე როტორს დაჭირდება კონტაქტის ადგილას შესაძლებელი არის გაწმენდა. რაც შეეხება ასევე გადახურებას, ის ბევრად მეტად ხურდება ასინქრონულ ძრავთან შედარებით, რადგან აქ წარმოიქმნება ნაპერწკლები და შეგიძლიათ ნახოთ ახლა ეს ნაპერწკლები. ეს ნაპერწკლები წარმოიქმნება ნახშირით მუხტის ზემოქმედების დროს როტორზე, რაც შემდგომში იწვევს პერიოდულად ძრავის გადახურებას. ასევე მას აქვს საჰაეროები, სპეციალური საჰაეროები, რაც არავითარ შემთხვევაში მუშაობის დროს არ უნდა დაიფაროს, რადგან აქედან ხდება ჰაერის შესვლა და ცხელი ჰაერის გამოსვლა, რაც შემდგომ უწყობს ძრავს გაგრილებაში ხელს. ნახშირის ძრავები გამოიყენება როგორც მუდმივ დენზე, ასევე ცვლად დენზე. თუმცა ასინქრონულ ძრავთან შედარებით განმეორდები და ვიტყვი, რომ მას არ აქვს მუშაობის ექსპლუატაცია.